ისლამმა 155-ის ქამარი ვაკანტური გახადა. თუ ვინმე იმსახურებდა ქამრის შენარჩუნებას ზემოთა წონაში ასვლისას, ეს ისლამი იყო. მომიყევი ამასთან დაკავშირებით, რატომ ითხოვდა UFC მისი ქამრის ვაკანტურობას? სიმართლე რომ გითხრა, ეს ორმხრივი შეთანხმება იყო. ისლამს მაღალ წონაში ასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მან თავისი საქმე გააკეთა. მან დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი. ტოპ 10-დან თუ 15-დან უმეტესობა ცემა. მისი გამარჯვების სერია 15-ია. მან ბოლო 10 ოპონენტიდან 9 დააფინიშა. ერთადერთი რამ რაც არ გაუკეთებია ამ დივიზიონში არის ის, რომ ტიპები გვამის ტომარაში არ ჩაუსვამს, გესმის? სინამდვილეში ის ყოველთვის ოცნებობდა ორ ტიტულზე, როცა შენ ამ დონეზე იბრძვი და შენს დივიზიონში ისეთ მებრძოლებს ამარცხებ, როგორებიცაა ჩარლზი, არმანი და კიდევ ბევრი დიდებული მოჩხუბარი და შემდეგ ქვესაშუალო ტიტულისთვის ბრძოლის შანსი გეძლევა, ამით შენს მემკვიდრეობას დიდებულს ხდი. სწორედ ეს ხდის საუკეთესოს. საზოგადოება მას ორი დივიზიონის ჩემპიონად დაიმახსოვრებს. არასდროს წაუგია პირველ დივიზიონში, შემდეგ მეორეში ადის და იქაც ბევრჯერ იცავს ქამარს. ისლამი როცა ავა მან და ტიტულს სამჯერ დაიცავს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხდება. ანდერსონ სილვას რეკორდს მოხსნის. მას 16 გამარჯვება აქვს. მე-17 გამარჯვებაზე ისლამი ამ რეკორდს მოხსნის. ჯერა რომ შემდეგ 3 მეტოქეს ის დააფინიშებს და თავის მემკვიდრეობასაც გაამყარებს. კეთახმები. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საქმეში. კითხვა მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ სუბუქწონაში აღარ ვიხილავთ? რას ფიქრობ, დავუშვათ ილია ჩარლზზე იმარჯვებს და ჩემპიონი ხდება, ხოლო ისლამი GDM-ს ამარცხებს. შენი აზრით მოუნდება თუ არა ისლამს სუბუქწონაში დაბრუნება? რაც შეეხება ილიას, ის ნამდვილად ძლიერი, ნიჭიერი და ახალგაზრდა მებრძოლია. თუმცა მხოლოდ ერთხელ დაიცვა ტიტული UFC-ში. ისლამმა 5-ჯერ. ილიას ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის, რომ ისლამის დონეს დაეწიოს. ზოგადად, ინტერნეტი ძალიან მაგარი რამეა. ყველამ შეიძლება ისაუბროს იმაზე, რომ აი ვიღაცას გაურბის, ხომ გესმის? ვოლკანოვსკი ერთ-ერთი საუკეთესო მოჩხუბარია. ხომ ეთანხმები? რა თქმა უნდა, გეთანხმები. ისლამმა პირველად დაამარცხა 155 ფუნტიანი მებრძოლი, ხო? მეორედაც დაამარცხა ვოლკი გათიშა. შემდეგ ჩარლზ ოლივეირას საბმიშენით ამარცხებს. ხალხი კიდევ ამბობდა, რომ ორივე 155 ფუნტიანი მებრძოლები იყვნენ. იმ დროს ვოლკი ნომერ პირველი იყო, ხოლო ჩარლზ ოლივეირა მესამე. ილიას თავისი მემკვიდრეობის ჩამოსაყალიბებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ვფიქრობ, რომ ილია და ისლამი საკუთარ თავებზე უნდა კონცენტრირდნენ. და იცი რა, შეიძლება მომავალში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ვინ იცის? მაგრამ ილია ისლამის დონემდე ჯერ არ არის მისული. ილია საკუთარი მემკვიდრეობის შექმნის დასაწყისშია, ისლამი კი ბოლოშია გასული. ისლამს ახლა მხოლოდ 2 თუ 3 რამ სჭირდება, რომ სხვა ლეგენდარულ მებრძოლებთან ერთად მიჩნეული იყოს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ანუ შენ ამბობ, რომ ისლამს მხოლოდ 2 თუ 3 ბრძოლის გამართვა შეუძლია? ჩემი აზრით, ისლამს უბრალოდ წონის კლება აღარ უნდა. მე მჯერა, რომ ისლამი ქვესაშუალო წონაში ბევრად საუკეთესო ვერსია იქნება. ის ამ დივიზიონში ყველასთვის პრობლემა იქნება. UFC-ში ის საუკეთესო გრეპლერია. შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეც და ისიც ვნახეთ თუ როგორ თიშავდა ხალხს. მხოლოდ ერთ განზომილებიანი მებრძოლი არ არის. ის ერთ-ერთი სრულყოფილი მებრძოლია დღესდღეობით UFC-ში. და თუ რიცხვებს შევხედავთ, მაგალითად სატიტულო დაცვებს, დაფინიშებულ ოპონენტს არ მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც ისლამ მახაჩევს აჯობებს. არც ერთ სხვა ჩემპიონს თუ მებრძოლს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დღესდღეობით ისლამი აკეთებს. ბელალის გამარჯვების შემთხვევაში მართლა აპირებდა თუ არა UFC ისლამისა და ილიას შორის ჭხუბის გამართვას. კი, ორივე მხარე შეთანხმებული იყო. ბელას რომ გაემარჯვა ილია და ისლამი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მოლაპარაკებული იყო. ყველაფერი მზად იყო ამისთვის. არც კი განიხილებოდა. გასაგებია.
ხვდები ხომ ალბათ ხალხს რატომ უნდოდა ამ ჩხუბის ნახვა? მიუხედავად იმისა, რომ მათი მემკვიდრეობა ერთმანეთს არ უტოლდება, მაინც დიდი ბრძოლა შედგებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი კომენტარებში მაინც იტყვიან, რომ ამ ბრძოლის ნახვა ადრე თუ გვიან მაინც უნდათ. როცა ხაბიბი კონორს ეჩხუბა, იმ დროს კონორი 2 დივიზიონის ჩემპიონი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მებრძოლი იყო. რატომ გინდა ეს ჩხუბი? ილიას ერთადერთი რამ, რაც კონორთან აკავშირებს, არის ტატუ. ჩემი აზრით, ილია ნამდვილად არის კონორზე უკეთესი მებრძოლი და მერწმუნედ, კონორი მე ნამდვილად არ მომწონს. მაგრამ ილია არ არის იმ დონემდე, რომ ზემოთა წონაში ავიდეს და ისლამისნაირ ჩემპიონთან მოითხოვოს ჩხუბი. ბელარს რომ გაიმარჯვა იჩხუბებდნენ, მაგრამ იცი რა? ისლამს არ ადარდებს ხალხს რა უნდა. მისთვის მთავარია ის თუ რას იფიქრებენ მასზე 50 თუ 100 წლის შემდეგ. ხომ გესმის სულ ესა? შენი აზრით მისი რეზიუმესთვის რა არის უკეთესი? ზემოთა წონაში ავიდეს, GDM-ი დაამარცხოს, ტიტული ორჯერ დაიცვას თუ 155-იანი ჩემპიონი დაამარცხოს. ჩემი აზრით GDM-თან ჩხუბი, რა თქმა უნდა. რაღაცას გეტყვი. ის და GDM-ი თითქმის თანაბრად არიან. ისლამი ილიასთან 4-1-ზე იყო ფავორიტი. აი რას ფიქრობს ხალხი? რას ფიქრობენ ბუკმეიკერები და მე ბუკმეიკერების აზრს ყოველთვის ღირებულად მივიჩნევ. ილია კარგია, კარგად გამოიყურება. მაგრამ სინამდვილეში GDM-ი უფრო სახიფათო ოპონენტია ისლამისთვის ვიდრე ილია. ზომაში, ყველაფერში. დიდი ტიპია, პატარა არ არის. შენი აზრით ჩარლს დაამარცხებს ის? კი, ფიქრობ ჩარლს დაანოკაუტებს. სტილისტურად ფიქრობ ჩარლს დაამარცხებს. თუმცა არ იცი რა მოხდება. ჯაი ჰერბერტთან კინაღამ დამარცხდა, კინაღამ დაანოკაუტა. MMA გიჟური სპორტია. ნამდვილად. 5 რაუნდი ეჩხუბა, რა ქვია იმას? 3 რაუნდი იჩხუბა იუსუფ ბელალთან. 5 რაუნდი ეჩხუბა, სახელი დამაუწდა ალფა მეილიდან. ო, ჯოშ ემეტი. შენი აზრით ისლამი რომ ამ ტიპებს დაუპირისპირდეს 5 ან 3 რაუნდამდე მიიყვანს საქმეს? არა რა თქმა უნდა. ჩემი აზრით მათ შორის ჩხუბის ნახვას იმიტომ ითხოვენ, რომ ილიამ ვოლკანოვსკი და მაქსი შთამბეჭდავად დაამარცხა. შენზე შთამბეჭდილება არ მოახდინა? თანაბარი ჩხუბი იქნება. ის შესანიშნავი მებრძოლია, ორივე ხელში დინამიტი აქვს. კრეპლინგი შეუძლია, ჭიდაობა შეუძლია, მართლა მაგარია, ვერ მოვიტყუებ. ილია თოფურია ბრწყინვალე მებრძოლია და მჯერა რომ საკუთარ მემკვიდრეობას შექმნის. როცა 4-ჯერ დაიცავს ტიტულს, მაშინ შეუძლია ისლამივით ისაუბროს. ისლამი ხომ საერთოდ არ ლაპარაკობს. მაგრამ ილია ისე საუბრობს, თითქოს ტიტული 5-ჯერ დაიცვა. ალბათ ამ ერაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება ამ გზით ხდები უფრო მარკეტირებული. არ ვამბობ, რომ ტიტულის დაცვას 4-ჯერ ვერ შეძლებს. არა, პირიქით, შეიძლება 10-ჯერაც დაიცვას. ნახოთ რა მოხდება. მე მჯერა, რომ ისლამი უკეთესი ქვესაშუალო წონის მებრძოლი იქნება, ვიდრე მსუბუქი წონის. გულწრფელად მჯერა. ამას იმიტომ ამბობ, რომ მას წონის კლება აღარ უნდა და ამიტომ უფრო ძლიერი იქნება. მისმინე, ისლამთან 10 წელია ვარჯიშობ. თითქმის ყველა ქვესაშუალო წონასთან მივარჯიშია. ტოპ 10 ქვესაშუალო წონიდან 4-ის თუ 5-ის მენეჯერი ვიყავი და ვიცი ისლამს რა შეუძლია. ასევე ვიცი სხვებს რა შეუძლიათ. ისლამი მაგომედ ანკალაევისავით ძლიერია. ნადირია გესმის ბუნებით მხეცი. ის ისეთი ნიჭიერი და ტექნიკურია, რომ ის პრობლემა იქნება ყველასთვის. ნამდვილი პრობლემა. ისლამი რომ გორილასთან გალიაში გამოკეტო, გორილა შეიძლება ვერ გამოვიდეს. აი ესეთი მაგარია ისლამი.